მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა კიდე გავაკეთოთ გაშლა, სანამ ახალი წელი დადგა. რაღაც სულ მინდა რომ ისეთი გაშლები გაგიკეთოთ, ანუ რა შემოდის რა, ანუ რა არის ზღურბლზე, აი რა არის ახალი, ან ვინ არის ახალი, ვნახოთ, ანუ რას გვაჩვენებს ჩვენ. რომ აი ეს მაინც როცა ახალი წელი მოდის, რაღაც მოლოდინში ახალის ხარ და ნუ ჩვენს ვნახოთ, ან ვინ, ან რა შემოდის ახალი, რა რჩება უკან, გაცნახოთ, სად მივდივართ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იქნება სიგნიფიკაცია, ანუ ეხლა რა ხდება, რომ თქვენ იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი გაშლა და მე უკვე ვკითხოთ. ანუ ეხლა რა ენერგიებში ხართ, ისთვის იქნება ეს გაშლა და შემდეგ კიდე უკვე ვნახოთ. კითხვები დავუსვათ, ხო? ანუ რა რჩება უკან, ვნახოთ. რას ვტოვებთ ჩვენ? შემდეგ ვნახოთ, სად მიდიხართ? სად მიდის თქვენი გზები? ვნახოთ თუ არის რამე დაბრკოლებები, თუ არის რა. ვნახოთ ჩვენ ვინ ან რა დაგეხმარებათ ამ გზაში, ასე ვთქვათ. ხო, აი სიახლე რომ მოდის, ვინ ან რა დაგეხმარებათ. კიდევ ვკითხოთ ჩვენ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. так, ვნახოთ თუ არ გამოჩნდება, მე გამოვაჩენ. ანუ განახებთ, რომ კარგად ჩანდეს. დღეს ასეთ ფორმატში მომინდა, რომ გარდაც დაენახოთ. და ვკითხოთ, ანუ რა, ან ვინ არის ზღურბლზე. ვკითხოთ. და რას ნიშნავს ხო ეს ახალი? რისთვის არის დავუშვოთ, ვკითხოთ. აი, თუ რამე კითხვები კიდე იქნება დავუსვოთ, ხო? 10-იანი პენტაკლების, ნუ ახლა რაღაც პერიოდი მთავრდება და ახალი პერიოდი იწყება. ანუ დასტაც სწორედ ავარჩიეთ ჩვენ, ხო, ოჯახ. კარგით, დავიწყოთ. ანუ ეხლა მე რა კარგია, ნახეთ რა კარგია. ეს ვისთვის იქნება ახლა ეს გაშლა? ადამიანებისთვის ეგრევე გეუბნებით, ვისაც ნამდვილად უნდათ ეს ახალი, უნდათ ეს აი ახლა ენერგია არის ძალიან კარგი. ადამიანი ფიქრობს მომავალზე, ადამიანი კარგად გრძნობს თავს, გამარჯვებულია. ანუ აქ არ იქნება ახლა ეს გაშლა იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ზის, ტირის, არაფერი არ იქნება, რაღაც უნდა ველოდო, რაღა უნდა, ნუ აი ეგეთი რაღაცები არ არის აქ. ადამიანი, რომელიც მიისწრაფება წინ, ფიქრობს, უკვე არის, როგორ იცით, აი სამომავლოდ მე ავირჩიე გზა და მე ვირჩევ გზას, სადაც მე ვიქნები კარგად. შეიძლება ზოგი წავიდა დაუშვოთ კაი მოგზაურობაზე, არ არის გამორიცხული, ახლა ნუ ჩვენ ახლა აქ ბევრი ვარ და ამიტომ სხვადასხვა ვერსიებსაც ვიტყვი. მე როგორც ენერგია გითხარით, მიისწრაფება ადამიანი სადღაც აი კაი ცხოვრებაში, აი ესე მინდა ვთქვა რა, კაი მომავალი. და არის მაგისტრის მზად. ფიქრობს თავის თავზე, რაც ძალიან კარგი, იმიტომ რომ თვითონ თუ კარგად იქნებით, ჩვენ ესე იგი გარშემო ყველა კარგად იქნება. შეიძლება დავუშვათ სამოგზაუროდ მიდიხართ, იმიტომ რომ ეს გინდოდათ და აი მე მინდოდა, მე ვოცნებობდი წასვლას და აი ხა მე ეს ჩემი სურვილი ავისრულე. შეიძლება ვიღაცამ სხვათა შორის არ გამოვრიცხავ, რომ აქ მანქანაც შეიძინა. სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი გინდოდა და დაუშვათ ან გაიგეთ საჩუქარი, ან გაგიკეთა ვიღაცამ ეს საჩუქარი. ესეთ ენერგიაც შეიძლება იყოს, აქ ვინმეს შეიძლება ზოგი გადადეს, ან გადაწყვეტილება მიიღო, რომ всё, მე სამომავლოდ გადავდივარ თქვა სხვაგან, დაუშვათ, ხო? ნუ საკმაოდ ძალიან მაგარი ენერგიები შემიძლია გითხრათ, აქ ახლა რომ
ადამიანი ნამდვილად არის, აი, როგორ არის იცით, აი, გამარჯვებულიც არის სხვათა შორის, ეტლი არის კიდე, ანუ გამარჯვებულიც არის და ძალიან, ანუ შეიძლება თავის თავსაც, ანუ ნახეთ როგორ არის, შეიძლება რაც ჩაფიქრებული ქონდა ადამიანს, იმაზე даже მეტი შეიძლება გააკეთა, ანუ კმაყოფილი ვარ, მე ჩემი სხვათა შორის არის ძალიან კარგი პრაქტიკა იმის გამო, რომ ჩვენ twins აქ ესეთი თვისება, რომ მაგალ ყველაფერს ანუ წყალში აგდებს, ასე რომ ვთქვათ, ადეგეთ და დაწერეთ. წლის განმავლობაში, ანუ კარგი რა იყო, მე მგონი გითხარით ადრეც უკვე მაგ პრაქტიკაზე, ну ვისაც არ გაუგია, გეუბნებით თქვენს, რომ დაჯექეთ და დაწერეთ. რა გქონდა თქვენ წელს კარგი დაუშვათ და რას მიაღწიეთ და ნახავთ რა ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და შეიძლება ზოგჯერ ჩვენ აი ეს წვრილმანი რაღაცებიც რო ხდება, ჩვენ მაგას არ ვაქცევთ ყურადღებას და გონია რომ არაფერიც არ გამიკეთებია, მაგრამ რო დაიწყებ წერას, იმდენ რამეს ნახავ, რომ გავოცდებით, რომ უიმე თურმე ესეც მოხდა, ისეც მოხდა, ისეც მოხდა, მით უფრო თუ თქვენ გქონდათ სურვილები ჩაფიქრებული, აი აუცილებლად დაწერეთ, რომ აი რა უკვე შესრულდა, თქვა, ან რაც არ შესრულდა, ესე იგი ჯერ ან დრო არ არის, ან არ გჭირდება ჯერჯერობით, შეგიძლიათ თუ აქტუალურია ეს თქვენთვის, კიდე დაწეროთ. ну, აი ესეთი სიგნიფიკაცია თუ თქვენი თავი იცანით, დავიწყოთ ახლა ჩვენ ვნახოთ, რას ვტოვებთ უკან. ანუ რაღაც ვტოვებთ ჩვენ წარსულში. სხვათა შორის, აქ აი ზუსტად სურვილზე გითხარით, ხო? და აი უკან ტოვებთ, საერთოდ სამყაროს არკანი არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ის გვეუბნება, რომ მართლა ჯერ ესეთი რაღაცა სრულდება რა? სევდა. სრულდება შეიძლება აი თუ ავად იყავით, აი ავანტყოფობა რაღაცა მიდის, რაღაცა სტოვებთ თქვენ მაგას, ხო? ანუ გამოჯამრთელობა, რა თქმა უნდა. ეს ვტოვებ, ანუ დასრულ უკან რჩება, თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ რამე პრობლემა ფინანსური, ხო? შეიძლება თქვა თქვენ ნერვიულობდეთ რამეზე, აქ სხვათა შორის, თუნდაც ახლა გადასვლაც შეიძლება საზღვარგარეთ, სხვა ქალაქში, სხვა სამსახურში გადასვლა, ანუ წინსვლა ყველანაირად რა, ან აქ რაღაცა დარდი, ხო, რაც გქონდათ თქვენ, რაც თქვენ განერვიულებდათ, ეს ყველაფერი ეს კრიზისული მომენტები რჩება უკან. ჩვენ ახლა ნუ ყველას თავისი, ანუ რაც ყველაზე ძალიან გაწუხებდათ, აქ სამყარომ შეისმინა და ეს ყველაფერი, ანუ აქ პრინციპში ისეთი სიგნიფიკაცია, რომ არ გამიკვირდება, რა თქმა უნდა, აქ რჩება უკან ყველაფერი უარყოფითი მოვლენები, იმიტომ რომ აქ ადამიანი ნუ არის ახლა ეტლში, ხო, და მიდის წინ, რა თქმა უნდა, მაგან ყველანაირად დაამუშავა თქვენი ემოციები, შეიძლება სურვილები და ასე შემდეგ. ამიტომ, ნუ, კაიგაც გასაგები პოზიცია არის, ხო? ვნახოთ ახლა სად მიდიხართ თქვენ, ხო? სად მიისწრაფებით, ესეც ვნახოთ. სად არის თქვენი გეზი? შეხედეთ. იგივე არკანები, რაც იყო, ხოლო დაგეკლის მაგერად არის გვერდხების ტუზი. სიახლეში, ანუ ამ გზას უბრალოდ თქვენ აგრძელებთ. შეხედეთ? და რა თქმა უნდა, თქვენ რადგან უკვე აერჩიეთ ეს წინსვლა, ხო? აქ თქვენ უბრალოდ აი ეს თქვენი არჩევანი აქ გრძელდება. ანუ მე მივდივარ, მე გამარჯვებული ვარ, მე კარგად ვარ, მე ბედნიერი ვარ. აქ даже აი ნახეთ, просто რა უნდა თქვა, ორი დასთა, ავიღე და როგორ მუშაობენ. ანუ ყველაფერი ცუდი მიდის, სევდა, გულისტკენა, ტკივილი, უფულობა, უყოლაფრო რატო? იმიტომ რომ აქ ადამიანს აქვს სწორი არჩევანი გაკეთებული, პოზიტიური განწყობა, რაც არის მთავარი, ადამიანმა აერჩია ის, რომ მე ჯერ ჩემს თავზე ვფიქრობ, რომ მე ვიყო კარგად, ეგვოიზმი არის ჯამრთელი, ეს ცოტა სხვა ის მომენტები და აი კარგი განწყობა, შინაგანი განწყობა, იმიტომ რომ დასები ეს არის ჩვენი ემოციები, ანუ ეს არის ჩვენი ვიბრაცია, ანუ მე ასე მე კარგად ვარ, მე ვუშვებ პოზიტივს, ხო? აი სად მიდიხარ და მიდიხართ ისევ ისიც წინ სამომავლოდაც აგრძელებთ ამ გესს, რომელიც თქვენ აერჩიეთ. იქნება თუ არა, ვნახოთ ახლა დაბრყოლება თქვენს გზაზე.
იქნება თუ არა. აქ როგორი მომენტი არის, მე მაგალითად შემიძლია თქვა, რომ არანაირი დაბრკოლება არ იქნება, იმიტომ რომ თქვენ უკვე ისწავლეთ თქვენი ემოციების მართვა სტაბილურად, იმიტომ რომ აქ ისწავლა ადამიანმა უკვე და შეუძლია თქვა დაიჭიროს რა, ასე თქვა, თავისი ნეგატიური ენერგიები, ხო? თავისი ფიქრები თუნდაც, ხო? როცა მოდის რაღაცა ნეგატიური, ჩვენ ეს მე არ მეხება, მე უკვე დავამუშავე, ყველაფერი კარგად არის ჩემ ცხოვრებაში, მე მივდივარ წინ. აქ გვეუბნებიან, რომ შენ დაამუშავე, შენ უკვე იცი, რომ ეს არ გჭირდება. всё, მორჩა აქ. ნამდვილად ახლა რო გითხრათ, ერთად-ერთი შეიძლება თქვა, თუ დაუშვათ ახლა ზოგჯერ თუ გადავარდით თქვენ ახლა ცუდ ენერგიებს, მაგრამ არ ამგონია, იმიტომ რომ აქ ესეთი პოზიცია, რომ ვისწავლე. მე ვისწავლე უკვე როგორ უნდა იყოს სტაბილურად, როგორ უნდა მარტო ჩემს თქვათ შინაგან განწყობას. ამიტომ პრინციპში დაბრკოლება არაფერი არ არის აქ. მე ვერ ვხედავ ნამდვილად და შემიძლია გითხრათ ეგა. ნახოთ აბა ვინ რა დაგეხმარება თქვენს წინსვლაში, ხო? ნახოთ. თქვენი გამოცდილება, ნახეთ. თქვენი გამოცდილება თქვენ თვითონ. შემიძლია თქვა, რომ ხა შეიძლება ვინმე ისეთი ადამიანიც დაუშვათ თქვენს გვერდზე იქნება, თქვათ, რომელიც ნამდვილად არის თქვენთვის ძვირფასი ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება და იმის რჩევები დაუშვათ. კი ბატონო, ვინც გიყვართ, ვინც თქვენს გულთან არის, ვინც თქვენ როგორც მონათესავი სული ისეთი ეს შეიძლება ხა დაც შეიძლება იყოს სიტყვაზე ან ვიღაცა პიროვნება, მაგრამ შეიძლება ეს თქვენ თვითონ თქვენი გამოცდილებით თქვენ უკვე იცით როგორ უნდა შექმნათ ეს კომფორტი და როგორ უნდა შექმნათ ეს პოზიტიური განწყობა და ამიტომ ნამდვილად უკვე თქვენ თვითონ მართავთ თქვენს ეთლს. ხო? და უკვე მაღალი ძალები უბრალოდ გეხმარებიან თქვენ. რა თქმა უნდა, სამყარო ყოველთვის გვისმენს და ჩვენ რასაც ვეუბნებით, იმას აკეთებ. შენ თუ გჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება, სამყარო დაგეხმარება. არ გჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და წუწუნებ და იძახე რომ ყველაფერი ცუდად იქნება, კი ბატონო, იქნება ცუდად. იმიტომ რომ სამყაროსთვის არ აქვს მნიშვნელობა რა შეგისრულოს. გინდა კარგად გინდა იყო, იმიტომ რომ ერთნაირად ესმის, გაიგეთ იმას, ესმის. შენ რასაც რა ვიბრაციებს უშვებ, იმ ვიბრაციებს იჭერს. შენ უშვებ ნეგატიურ ვიბრაციებს, ნეგატიურად ეს ყველაფერი მე ლაგდება. შენ ახლა შენი ვიბრაციები, ანუ შენი მდგომარეობა, შენი განწყობა არის პოზიტიური, გაძლევს შენ პოზიტიურ სიტუაციას. ძალიან მარტივია არის და აღარაფერი რთული არ არის. უბრალოდ უნდა ეს როგორც აი ფორტეპიანო, ხო, როგორც თუ არის აწყობილი, მაგრამ თუ ყრავს. თუ 100 წელიწადი შენ ახლა მტვერიც არ გადაგიწმინდი, არც შიგნიდან და არც გარედან, რას დაუკრავს? ხო, იგივენაირად არის ესეც. კარგით, ვნახოთ ახლა მაშინ ჩვენ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ თქვენს გზაში, ახალ გზაში. პრინციპში რას მეგით, აი ნახეთ, პროსტო როგორ მუშაობს დასდა. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და ზუსტად სხვათა შორის უნდა მიაქციოთ ძალიან ყურადღება თქვენს ენერგიას. სწორედ დახარჯეთ თქვენი ენერგია, ძალიან აი იცით როგორ ანუ გაუფრთხილდეთ თქვენს ენერგიას, აი ამაზე უნდა მიაქციოთ ყურადღება აუცილებლად, არ გადაიღალოთ. კი, იმიტომ რომ გზა არის ძალიან საინტერესო, ახალი გზა, ბევრი საინტერესო რამე მოხდება, მაგრამ თქვენი ენერგია გაანაწილოთ სწორედ რომ ყველაფერზე გეყოთ. იმიტომ რომ არის ზოგჯერ ადამიანი მიდის ამ ახალში, ან ახალი პროექტი, გინდაც ახალი სამსახური, გინდაც ახალი თქვა, გინდაც გადასვლა, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ჩვენ ახალზე ვლაპარაკობ და მე უკვე დევს ბევრ ენერგიას და მე უკვე აღარ აყოფნის არაფერს. ამიტომ გეუბნებიან, რომ ისე გაანაწილე შენი ენერგია, რომ ყველაფრისთვის გეყოს, იმიტომ რომ შენ ბევრი გაქვს გამოცანები, ძალიან ბევრი. ნახეთ, პროსტო როგორ მუშაობს დღეს დასტები, როგორ მუშაობენ რა. ანუ უნისონ რა, ორივენი ერთად გეუბნებიან ერთი და იგივეს და ამიტომ ის რომ შენ ყველაფერი შეძლო, ყველაფერი გააკეთო, რაც შენ ჩაიფიქრე, აუცილებლად მიაქცე იმას ენერგიას როგორ გაანაწილებ.
არა იყო ყველაფერი შენს თავზე, იცოდე დილეგირება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის ზოგს ახლა, ანუ შენს თავზე ყველაფერს როცა იიღებ, მერე უკვე ძალიან ძნელია, მარტო შენ როცა, ანუ აქ даже გვაჩვენებენ, რომ ან გუნდი არის, თქვათ რაღაცა, ხო, ან შეიძლება მეგობრები ყავთ, შეიძლება, ну, აქ აუცილებელი არის, რომ ადამიანი რა არის, იცით, ახლა პრინციპში, როცა შენ თვითონ ხარ აი ლიდერის ენერგიები არის, ხო? ლიდერი შეიძლება თქვენ დაუშვათ თქვენი კომპანიას შექმნით სიტყვაზე, ხო? ან დაუშვათ ეგაც არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ არის даже მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ვიღაცას გუნდი ყავს და იმ გუნდით არის კმაყოფილი ძალიან და იმით რასაც ხდება. მაგრამ აი აქაც ისწავლით ეს განაწილება და ბევრი არ აიღო თქვენს თავზე. შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ანუ ვინ ან რა არის ღურბზე. ეს რაც შენი მთავარი კითხვა, ხო? ну აქ არის ნახეთ რა. ხედავთ თქვენ რომ კიდე ყურუმი ჩემი ფავორიტი. ხო, რა თქმა უნდა. და აქ არის როგორი მომენტი, ვინ ან რა. ჩემო სიხარულებო, მე შემიძლია გითხრათ, თუ თქვენ დაუშვათ, ну ამას აუცილებლად ვეტყვი, იმიტომ რომ ეს ადამიანი დანარჩენი. ну პირველ რიგში რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში თქვენ დაგეხმარება თქვენი ინტუიცია. მოდით ასე ვთქვათ, თქვენი ინტუიცია, თქვენი სწორი გადაწყვეტილებები, თქვენი ანუ ის მომენტები, რომ თქვათ, ახლა თქვენ უკვე ნამდვილად, ну აქ ადამიანი ახლა ნამდვილად ასეთ პოზიციებში არ იქნება, თუ მაგას არ აქვს რაღაც გეგმა. სხვათა შორის ხო გეუბნებით, რომ აქ მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ვიღაცა ვისაც მართლა აქვს თავისი საქმე, კარგი გუნდიც ყავს რა. კიდე შეიძლება დაუშვოთ ვიღაცისთვის, რომ საჯარო ბევრი ადამიანი უყურებს სხვადასხვა მომენტზე. ეს შეიძლება თქვენ თვითონაც იყოთ, როგორც აი აქ მაგალითად ჩვენ ხო ვთქვით, რომ თქვენ როგორ ენერგიებში ხართ, ახლა ანუ თქვენ თვითონ თქვენს თავს ეხმარებთ, აქაც არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ნახეთ, აქ თქვენ ემოციას დებთ, გაიგეთ? ანუ თქვენი გამოცდილება, თქვენი ანუ მოგწონთ და ვთქვათ, აქ სხვათა შორის ადამიანი არ უყურებს თავის გამოცდილებას და თავის ცხოვრებას, რომ აი უმი რა საზიზღრობა გადავიარო, აი მადლიერება არის, როგორი იცით, რომ ყველაფერი რაც კი იყო თქვენს ცხოვრებაში, ეს იყო თქვენთვის სასარგებლო. უბრალოდ უნდა დააკვირდე, უნდა გააკეთო ანალიზი და უნდა დაფიქრდე, აი ეს მომენტები, რასაც მე ვთქვათ, გულს მტკენდა, ან რაც მე დაუშვათ, აი აქ თუნდაც უფულობა სიტყვაზე, თუნდაც ავანტყოფობა, თუნდაც ცუდად ყოფნა, თუნდაც იმედგაცრუება, ანუ ეს ყველაფერი, ხო? ჩემთვის აი ეს გამარჯვება, ნახეთ, როგორ ხელა გამარჯვება, ანუ თქვენ გაიზარდეთ, თქვენ შეიცვალეთ, უბრალოდ ამას შეხედეთ სხვა თვალით, აი და იმდენ რამეს კარგს დაინახავთ, აი დაუშვოთ, აი ეს სიტუაცია რო იყო ჩემ ცხოვრებაში, შედეგი რა მოხდა დაუშვოთ, ხო? სიტყვაზე, რომ ანუ რა ვიცი, რაღაც მოდის მაგალითი, აი ვიჩხუბე თქვათ მე ახლა სახში თქვათ, ახლა მშობლებზე გავიბუდე და გადაწყვეტილება მივიღე და წავედი და ცხოვრობდი მარტო. და ამით რა? ამით ის არის, რომ მე ახლა რა პრინციპში ეგ რო არ ყოფილიყო, მე არ გადავიდოდი თქვათ ბინაში, მე არ ვისწავლდი ახალ ცხოვრებას, მე თქვათ ამ სამსახურსაც ვერ ნახავდი, იმ მეგობრებს და ასე შემდეგ, ეს მაგალითი. თქვენი აიღეთ ნებისმიერი სიტუაცია, რომ რა მოგიტანათ ამ სიტუაციამ თქვენ კარგი, იმიტომ რომ აი აქ ადამიანი პრინციპში მასე უყურებს, რომ ეს გამოცდილება მე მომიტანა კარგი რაღაცა. გაიგეთ? აქ ახლა უკვე ეს პოზიცია ისეთი არის, რომ ანუ თქვენ თვითონ უკვე შეიძლება იყოს, შეიძლება ეს თქვენ ხართ რა, იმიტომ რომ ხმალების დედოფალი, ეს არის უკვე ადამიანი, რომელიც ფიქრობს და რომელიც უკვე ალაგებს გონებაში, თქვათ და ანუ ჭკვიანი ადამიანი, ну ახლა აქ მე ვერ ვიტყვი რანაირად ახლა თუ ადამიანს არ აქვს თქვათ გონებრივი რაღაც ну რანაირად ვერ იქნება ასეთი გამარჯვებული, ხო? ან შეიძლება ვიღაცა ადამიანი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ.
კი ბატონო, აქ შეიძლება ნახეთ, რა თქმა უნდა, ყურუმი არის ეს პირველ რიგში ეს ინტუიცია, ეს არის როცა ადამიანი შეიძლება აქ даже და შეიძლება თქვენ ახლა ვინ დაგეხმარებათ კიდე, ნუ შეიძლება თქვენ თვითონ დაუშვათ ვინმეს მიმართავთ, თუნდაც ყურუმს, ხო? ნუ დაუშვათ ახლა ან ტაროს თქვათ მიმართავს სიტყვაზე, ანუ ახლა წლიური გაშლები მიმდინარეობს მაგალითად, ჩემთან ახლა ჩემი გოგოებიც ახლა ჩემი მოსწავლე კურსდამთავრებულები აკეთებენ, ну მეც კი ვაკეთებ, მაგრამ უფრო ახლა გოგოები აკეთებენ სასწაულად კითხულობენ ჩემი გოგოები, თუ გაინტერესებთ, კი ბატონო, მიმართეთ ჩვენს კლუბში შემობძანდეთ, ანუ არის აქ ჩემთან ვიდეოს ქვეშ ნახეთ რა არის ესეთი კიდე ლინკი ტელეგრამში, სადაც დაგეხმარებიან თუ რამე კითხვები გაქვთ და გასწავლენ, იმიტომ რომ აქ ახლა უკვე გამოცდილებაც აქ უკვე გოგობს ახლა იმდენი გაშლება გაკეთებული აქვს და დაგეხმარებენ საწავიდე, გაიგეთ? ანუ ეს ახალგზაში საწავიდე, სადაც შენ კმაყოფილი იქნები. ანუ აქ ინფორმაცია არის, გაიგეთ? რაღაცა ინფორმაციას მიიღებ თქვენ ვიღაცისგან, ჭკვიანი ადამიანისგან, რომელიც თქვენ გაჩვენებს, თქვათ, ახლა თქვენს გზას. ხოდაშორის ძალიან მაგარია, კიდე გააკეთო მატრიცა, შენიბედის მე ვაკეთებ კიდე წლიურ მატრიცას. ყოველ წელს ჩემ თავს ვუკეთებ აუცილებლად, იმიტომ რომ მაინტერესებს რა პროგრამები შემოდიან და სხვა შეს ძალიან მაგარი რაღაცა არის და ეს ორი კურსიც რო შევქმენი წელს, მანარაზე და კლასიკა ზუსტად ეს იყო, რაც უნდა გამიკეთებია და კიდე პლუს კიდე ეს კლუბიც რო შევქმენი და ბევრი პატარ-პატარა ტრენინგები. აი ზუსტად იმიტომ გავბედე და გავაკეთე, რომ მქონდა ეს პროგრამა, რომ უნდა შემექმნა რამე ისეთი ნაყოფიერი, რასაც ნაყოფს გამოიტანს, გაიგეთ? ამიტომ მატრიცა ძალიან მაგრად კიდე გვეხმარება. ჩვენ წლიური მატრიცა გვეუბნება ძალიან საინტერესო რამეს, როგორი წელი იქნება, რას მოგიტანს და ასე შემდეგ. ამიტომ აქ თქვენ სადღაც ვიღაში ასტროლოგთან წახოთ, რატომ არა, ხო? რუკას გააკეთეთ. არა აქვს მნიშვნელობა, აქ თქვენ შეიძლება ან ეს თქვენ თვითონ ნახავთ თქვენს გზას, იმიტომ რომ მაგალითად აქ არიან ძალიან ბევრი ადამიანები, ვისაც აქ დაუშვათ მატრიცა და გადაიკითხავს სიტყვაზე. ნუ ყოველ შემთხვევაში ისეთ ინფორმაციას მიიღებთ თქვენ ვიღაცისგან, ვინც თქვენ გაჩვენებს თქვენს მომავალს. გაიგეთ? ანუ კარგ, აი აქ ახლა უკვე არის როგორი თემა, იცით რომ ადამიანი უკვე გადაწყვეტილება მიიღო, რომ უნდა წავედეს წინ, სჭირდება გზამკვლევი და ეს ვიღაც ადამიანის გზამკვლევი გამოჩნდება, ვინც მაგას ამ გზას აჩვენებს. შეიძლება даже რამე საიდუმლოს აჩვენებს, შეიძლება ისეთი რაღაცა გაიხსნება თქვენში, რაც დღემდე იყო თქვა საიდუმლო. ну, ეხლა რა თქმა უნდა ვინც უყურებს ტაროს, ეს ყველა ვარიანტი არის ადამიანი, ვისაც აქვს ინტერესი ეზოტერიკაზე, ხო? ახლა რა თქმა უნდა, ახლა ვისაც საერთოდ არ სწამს, რა უნდა აქ, ხო? მაგრამ ზოგს აქვს სურვილიც რომ ისწავლოს და ზუსტად შეიძლება აი ეს სიახლე მოდის თქვენთან. სხვათა შორის ჩვენც ახლა გვაქვს 15 იანვრამდე ფასდაკლება, გავაკეთე სპეციალურად იმათთვის, ვისაც სურვილი აქვს ნამდვილი რომ ისწავლოს, ну შეიძლება არ ქონდეს საშუალება რომ ვიბზე წამოსულიყო, სადაც უშუალოდ პირდაპირ ჩემთან ესწავლა, მაგრამ ეხლა მყავს გადასარევი კურატორები, გოგოები, არაჩვეულებრივი და ამიტომ შევქმენი უკვე კიდე ჯგუფი, სადაც უფრო რა თქმა უნდა იაფი იქნება, მაგრამ არანაკლები მასალა ყველანაირი იქნება, რაც გადიან ახლა რაც გადიან ჩემი მოსწავლეები, просто უბრალოდ ცოტა სხვა პირობები. ესეც არის ძალიან მშვენიერი, თქვა, გადაწყვეტილება, რატომაც არა მინდა მოვძებნე მასწავლებელი, მივდივარ, იმიტომ რომ მინდა გავიგო ეს საიდუმლო თემები. ამაზე შეგიძლიათ მიმართოთ, ანუ ჩემს თანაშემწეს ქეთის ტელეფონები, ყველაფერი აბსოლუტურად არის ვიდეოს ქვეშ, კი ბატონო, არ არის პრობლემა. ნახოთ აბა სად ეს ახალი რა არის. ну, აი ეს არის ზუსტად, ნახეთ, გვაჩვენებენ ახალს, გვაჩვენებენ იმას, რომ აქ ნახეთ ეს ახალი, ანუ რას გვაძლევს, რომ ყველანაირად თქვენ პირველ რიგში გაუმკლავდებით ამ თქვენს როგორი ენერგია მოდის, იცით? თითქოს აი სისუფთავე, რა ვიცი, მოდის ეგეთი სიტყვა.
სისუფთავე მოდის თქვენთან პირველ რიგში. იმიტომ რომ აი ეს მომენტები ხო, რაზეც იყავით მიჯაჭვს ხო შეიძლება ხა გაიხსენეთ, აბა ჩვენ ხო გქონდა ეს გაშლებიც ხო, წინათ რომ გავაკეთეთ, რომ აი ძალიან თუ TikTok-ზე გავაკეთე, არ მახსოვს უკვე, იქაც იყო ეგ მომენტები, რომ აჩვენეს, რომ უკვე აი ეს მიჯაჭვლებები რაღაცა ეხანახად კარმული წელი მთავრდება, ხო? და თითქოს ბევრმა დაამუშავეს ეს კარმული ურთიერთობები, კარმული რაღაც მომენტები და უკვე თითქოს გაასუფთავეს რა. ანუ კარმული არის რომ როცა მიგაჯაჭვებენ რაღაც ან ვიღაცასთან, ვერ უშვებ, იმიტომ რომ შენ რაღაც გაკვეთილები უნდა გაიარო, ხო, თქვათ, ნუ რაღაც მომენტები მოვლენები და ეხლა აქ თითქოს გიშვებენ რა. რა ხდება ეს ახლა? კი ბატონო. მე ვირჩევ სიყვარულს და არა თქვათ მიჯაჭვებას. გაიგეთ რა ხდება? კი, სიყვარული, აქ სიყვარული მოდის, აქ მოდის ახალი სუფთა ენერგიების შემოდის, ხო გითხარით, ახალი სუფთა ენერგიების შემოდის. ეს ძველი ენერგიები, რომელიც თქვენ თქვათ გიშლით ხელს, ეგენი მიდიან. აქ მოდის სისუფთავე, აქ მოდის ახალი ენერგია ვიღაცასთან, ახალი სიყვარული, იმიტომ რომ ეს უკვე მოვერიე ამ მიჯაჭვებას, მოვერიე და აქ ახალი ეტაპი შეიძლება გქონდეთ დაუშვათ და თუნდაც სიყვარულში, რომ მე დავფიქრდე და ჩემი არჩევანი მე მინდა სიყვარული და არა თქვათ ვნება დაუშვათ, ხო? მე მინდა სხვანაირად შევხედო თუნდაც ურთიერთობას, სიყვარულს და ასე ჩემს ცხოვრებას თუნდაც გაიგეთ რომ ანუ მე ვფიქრობ აი ძალიან მაგარი ენერგიები, რასაც აი სასწაული ენერგიები არის, ამიტომ გააგრძელეთ. თქვენ აგერ გეუბნებათ რომ მაღალი ძალები თქვენსკენ არიან, აგერ გეხმარებიან ყველანაირად, ნახეთ ახლა უკვე მოვიდნენ და გეუბნებენ დაჯეგე ჩვენს ეთელში და ჩვენ წაგიყვან შენ ახალ ლამაზ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შენ აქ იმდენი რამე გააკეთე, იმდენი რაღაცები გააკეთე, იმდენი უცხრიანში რომ მოხდეს და ნახეთ ახლა ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან დრო ადამიანმა გადალახა, ანახა მე-4, მე-5 ენერგია გადალახა და აგერ მე-7 და აგერ უკვე მე-8 არის და აგერ მე-9-ში ხართ. გაიგეთ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თქვენს სულიერ გზაზე დგახართ, სწორ გზაზე დგახართ და სწორედ მიდიხართ და წინ გელოდებათ მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა, რასაც მე თქვენ გისურვებთ ჩემო კარგებო.